ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. რამდენიმე წუთში მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნება. რიგით 62-მე კონფერენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს. მაკა ბოჭორიშვილი პანელურ დისკუსიაში ჩაერთვება შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 15 თებერვალს დასრულდება. შოთა ფალავანგიშვილი იმყოფება გერმანიაში, ის დეტალებს მოგიყვება. შოთა ეთერში ხარ. რამდენიმე წუთში უკვე ოფიციალურად გაიხსნება მიუნხენის 62-მე უსაფრთხოების კონფერენცია, როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდია. აქ მედიის ინტერესი, მსოფლიოს ლიდერებს ელოდებიან ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველოს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც განმარტა, რომ ამ ფორუმს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია უსაფრთხოების თვალსაზრისით მსოფლიოში, საქართველოს გამოიყენებს პარტნიორებთან საუბრისთვის და იმ როლზე ხაზგასასმელად, რომელიც საქართველოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში გააჩნია. ამავდროულად საკმაოდ დატვირთული იქნება შეხვედრების თვალსაზრისით მაკა ბოჭორიშვილის დღის წესრიგი. მან განმარტა, რომ საქართველოს როლზე ყველა შეხვედრაზე გააკეთებს აქცენტს, ასევე ისაუბრებს იმაზე, თუ რა ფუნქცია აქვს საქართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის პრინციპი, რას მოიცავს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ევროპის უსაფრთხოებისთვის, რომელიც დღეს ერთ-ერთი მთავარი დღის წესრიგის საკითხია. მიუნხენში ბოჭორიშვილის თქმით, ყველა შესაძლებლობა იქნება გამოყენებული იმისათვის, რათა პარტნიორებთან საქართველოს როლსა და სტატუსზე და იმ დანიშნულებაზე, რომელიც მას ისტორიულად გააჩნია, ყველა სახის ინფორმაცია იქნას მიწოდებული. საქართველოსთვის ის შესაძლებლობა, რაც გვაძლევს საშუალებას კონდეს კომუნიკაცია პარტნიორებთან, საინტერესო სტუმრებთან, კონფერენციის მონაწილეებთან და რა თქმა უნდა ჩვენს პრიორიტეტებზე შესაძლებლობის ფარგლებში ვისაუბროთ იმაზე, თუ რა სურს საქართველოს, თუ როგორ ხედავს საქართველოს ევროპის უსაფრთხოებას, როგორ განვიხილავთ საკუთარ თავს ევროპის უსაფრთხოების ნაწილად და რა წვლილი შეაქვს საქართველოს სწორედ იმაში, რაზედაც მსჯელობა მიმდინარეობს დღეს ევროპაში და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეხედონ სერიოზულად და იყოს ის დამოკიდებულება, რაც შესაძლებელს გახდის უფრო სერიოზულ პარტნიორობას, რაც მიმართული იქნება როგორც ევროპის, ასევე თავად საქართველოს კეთილდღეობისკენ. კონფერენციის ფარგლებში ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთი მიეძღვნება დაკავშირებადობას, მიეძღვნება სწორედ შუა კორიდორის როლს ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში და რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ამ თვალსაზრისით იყოს საქართველოს წარმოჩენილი და სწორედ ამ კონტექსტში ვისაუბროთ საქართველოს მნიშვნელობაზე შუა კორიდორში და ზოგადად შუა კორიდორის მნიშვნელობაზე დღეს ევროპისთვის და ევროპა-აზიის დაკავშირებისთვის. მიუნხენი ტრადიციულ უსაფრთხოების კონფერენციას უკვე 62-მეორედ მასპინძლობს წელს. ფორუმში 1000-ზე მეტი დელეგატი იქნება წარმოდგენილი მსოფლიოს 115 ქვეყნიდან, მათ შორის ბუნებრივია იქნებიან ევროპისა და აზიის ქვეყნების მეთაურები, საგარეო საქმეთა მინისტრები და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები. ფორუმზე წელს მთავარი განსახილველი საკითხებია გეოპოლიტიკური გამოწვევები, რომელიც მსოფლიოს კონფლიქტების ფონზე უდგას, ამავდროულად მისი გადაჭრის გზები და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. აქ მოსული დელეგატები ისაუბრებენ ასევე IT ტექნოლოგიების განვითარებაზე და კლიმატზე, რომელიც საკმაოდ სოლიდურ გავლენას ახდენს სამყაროს უსაფრთხოებაზე. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მადლობა, შოთა ფალავანგიშვილი იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის, განუცხადეს ნედგაზეთს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც ასევე ამბობენ, რომ სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია, ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს თავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობისა და კეთილდღეობისგან, რის შესაძლებლობასაც ეს შეთანხმება იძლევა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
მართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან მორიგ სპეკულაციაზე საუბრობს, რომელიც ამჯერად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვაშინგტონში ვიზიტს უკავშირდება. ოპოზიციის მხრიდან გააქტიურდა საუბრები, თუ ვის შეხვდა მამუკა მდინარეზე შტატებში და რა იყო განხილვის მთავარი თემა. ითხოვენ განმარტებას დასახელდეს რამდენიმე ვერსია, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წევრმა ბესო შენგალიამ Facebook-ზე დაწერა, რომ მამუკა მდინარეზე შეხვდა ეროვნული დაზვერვის დირექტორს ტულსი გაბარდს, რაზეც საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს. პოლიტიკური შეფასებებით ნანა გოგატაძეა კურიერის პირდაპირ ეთერში, გისმენთ ნანა. შტატებში სამუშაო ვიზიტის დასრულებიდან 3 დღის შემდგომაც ოპოზიციაში ბნებათა ღელვა და სპეკულაციები არ წყდება. ხელისუფლების ოპონენტები ინტერესდებიან იმით, თუ ვის შეხვდა მამუკა მდინარეზე და რა იყო ამ შეხვედრის მთავარი თემა. ჩნდება ახალ-ახალი ვერსიები, მათ შორის უკვე გაიჟღერა ტულსი გაბარდის სახელმაც და გვარმაც, რომელიც თავის მხრივ არის დონალდ ტრამპის გარემოცვის ახლო წევრი. თუ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები Facebook სტატუსების მეშვეობით ითხოვენ განმარტებებს, დღეს საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარიას გუნდის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, რომ აუცილებელია პასუხების გაცემა და მისი თქმით ამ შეკითხვების მთავარი ადრესატი სწორედ სუსის ხელმძღვანელია. თქვენ ალბათ გახსოვთ რამდენიმე დღით ადრე, მაშინ როდესაც მდინარეზე უკვე იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გააჟღერა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ის იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში. ჩვენ ამ საკითხზე ახლა ნამდვილად არ ვაფრთხილებთ ჭორაობას კეთილი ნებონ და საზოგადოებას მიაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია, როდესაც ქონდა შეხვედრები. მამუკა მდინარაძის შტატებში ვიზიტმა საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრებმა ამერიკელ მაღალჩინოსნებთან ოპოზიციაში ისტერიკა გააჩინა, ამას ამბობენ მართველ გუნდში და აცხადებენ, რომ როგორც კი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის ნიშნები იკვეთება, ხელისუფლების ოპონენტები სპეკულაციებს იწყებენ. მართველი გუნდის განცხადებით, მათი ოპონენტების მხრიდან მსგავსი ქმედება წარსულშიც არაერთი ახსოვთ, შესაბამისად ახლა არ გაგვირვებიათ. მამუკა მდინარეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, სამუშაო ვიზიტი იყო, ეს არ არის ოფიციალური ვიზიტი, რომელსაც თანახლავს მედია გაშუქება და ვრცელი კომენტარები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად სამსახურმა გაავრცელა განცხადება და ის რომ ამას მოყვა ესეთი მღელვარება ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში, რასაკვირველია ამას თავის მიზეზი აქვს და ეს არ არის გარკვეული ინტერესი ან ცნობის მოყარეობა, ეს არის ისტერიკის გამოხატულება, ისტერიკა შექმნა ამ ვიზიტმაც. ისტერიკა შექმნა იქ პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის საუბარმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან. ისტერიკა შექმნა თუნდაც ახლა ამ ევროკავშირის გამორჩეული ქვეყნის ლიდერის ჩამოსვლამ საქართველოში. აკა ბოჭორიშვილის მიწვევა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. და გარკვეულმა ნაბიჯებმა, რომელიც გვიჩვენებს იმას, რომ საქართველოსთვის სასიკეთო რამ კეთდება. სპეკულაციები, დამატებითი შეკითხვები და ახალ-ახალი ვერსიები ოპოზიციაში მას შემდგომ გაჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სუსის ხელმძღვანელი მამუკა მდინარეზე კოლეგების მიწვევით სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. მადლობა, ნანა გოგატაძე საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. საქართველოს სრულად გათავისუფლდება არალეგალი მიგრანტებისგან. პრემიერ-მინისტრის ვიდეო მიმართვა და პოლიტიკური შეფასებები. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა არის, რისთვისაც ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს. მთავრობა აძლიერებს მიგრაციის დეპარტამენტს, იღებს პასუხისმგებლობას იმ კანონის აღსრულებაზე, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედება და უცხოელების შრომის საქმიანობას ეხება. 2017 წელს ხელისუფლებამ შესწორება შეიტანა კონსტიტუციაში, რომელთაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აკრძალა. კეთი ზანთარაია განაგრძობს ამ თემაზე მუშაობას, ის პირდაპირ ეთერშია, გისმენთ კეთი. ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა, როგორც უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი არის და უწყება აქტიურად მუშაობს როგორც საკანონმდებლო, ასევე ტექნოლოგიურ და ინფრასტრუქტურული კუთხით განვითარებაზე. მინისტრის განცხადებით 2025 წელს განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ეფექტური გახადა ბრძოლა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ, რაც კონკრეტულ ციფრებში აისახა.
ბოლო 1 წლის განმავლობაში 1300-ზე მეტი ადამიანი არის არალეგალი გაძევებული ქვეყნიდან, რაც 2024 წლის სტატისტიკასთან 207%-ით არის მომატებული. ჩვენთვის ერთ-ერთ თავარ პრიორიტეტს და გეგმას წარმოადგენს მიმდინარე წელს 3500-დან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იმ სწორი ინსტრუმენტების და იმ სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. მას შემდეგ რაც გავრცელდა პრემიერ-მინისტრის ვიდეო მიმართვა, ჩვენ მოვისმინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები. მმართველი პარტიის წარმომადგენლების და ლიდერების განცხადებით ამ შემთხვევაში საუბარი არის პარლამენტის თავმჯდომარეზე. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ოპოზიციის მხრიდან. რა თქმა უნდა, განცხადებები და შეფასებები გაკეთდა თავად ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან. ნაწილი ამბობს, რომ ისინი არ საუბრობდნენ ეგრეთ წოდებულ არაბიზაციასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში საუბრობთ გიორგი გახარიას გუნდის წევრებზე და ისინი ამბობენ, რომ მთავარი კითხვა და პრობლემა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მათ პარტიას გააჩნია, ეს არის გამჭვირვალე ინვესტიციები. განცხადება გაკეთდა პარტია ლელოშიც. ჩვენ როდესაც არაბიზაციაზე ან არაბულ რაღაც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ქონდა საუბარი, ეს შეეხებოდა არაბულ ინვესტიციებს, რომელიც ფაქტიურად არის გაუმჭვირვალე დღეის მდგომარეობით. არაბიზაციაზე ახლა სხვა რა კომენტარებს აკეთებდა სხვა ოპოზიციური პარტიები, შეგიძლიათ მათ კითხოთ. ჩვენ არ ვლაპარაკობთ არავის გაძევებაზე ამ ქვეყნიდან. ჩვენ ვამბობთ, რომ ანკლავური განვითარება და კომუნიტარული ურბანული განვითარება ამ ქვეყანაში ყოველთვის იყო პრობლემა, ეხლაც პრობლემაა და მომავალშიც პრობლემა იქნება. პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ეგრეთ წოდებული პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში, მათ შორის ის პარტიები, რომელიც არიან ALDE-ს და სხვა ასეთი ევროპული გაერთიანების წევრები, გულისხმობ ლელოს და სხვებს, რომლებსაც გარდა იმისა, რომ ტერორისტი ყოლიათ საკუთარ გუნდში, მათ შორის ფაშისტური კამპანიებით არიან დაკავებული და ისეთი ტერმინოლოგიით ჟონგლიორობენ, როგორც არის არაბიზაცია და ასე შემდეგ, რაც თავისი არსით უკვე არის როგორც თქვი, ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი ღირებულებითა თუ რასთან გვაქვს საქმე. მარტივი სტატისტიკა, რაც ყველაფერს ფარდა ახადა. უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვა პრემიერ-მინისტრმა დღეს გავრცელა. მადლობა ქეთი ჟანთარაია იყო კურიერის ეთერში. ვიდეო მიმართვაში, რომელიც პრემიერმა გამოაქვეყნა, ირაკლი ყობახიძე დეტალურად საუბრობს მიგრაციის პოლიტიკაზე და ახალ მიდგომებზე. მთავრობის მეთაური აზიარებს ინფორმაციას მიგრაციის შესახებ და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებული ვითარება ისეთი არ არის, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი ამტკიცებს, ბევრი რამ დასახვეწია. მიგრაციული პოლიტიკის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება აუცილებლად მიმაჩნია. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 3.914.000-ში ადგენს, საიდანაც უცხოელი მაქსიმუმ 257.000, ანუ მოსახლეობის 6.6%-ია. დაზუსტებისთვის ამაში შედის ყველა უცხოელი საქართველოში არალეგალურად მყოფი მიგრანტების ჩათვლით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაზუსტებულ მონაცემებს რამდენიმე თვეში გამოაქვეყნებს. თუმცა მანამდე საქართველოში მცხოვრები უცხოელების სავარაუდო რაოდენობა საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ. ამ მონაცემების თანახმად, საქართველოში მყოფი უცხოელების დაახლოებით 70%, ანუ 180,000 ადამიანი, პოსტსაბჭოთა და ევროკავშირის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მოქალაქეები არიან. აქედან სულ მცირე 40,000 ადამიანი საქართველოს ყოფილი მოქალაქე ან და ქართული გვარის მქონეა. საქართველოში მცხოვრები უცხოელების 7.4%-ს თურქები, ხოლო 3.7%-ს ირანელები შეადგენენ. ანუ გავრცელებული სპეკულაციების წინააღმდეგ რეგიონის ამ ორი ქვეყნის ჩამორიცხილი საქართველოს მოსახლეობაში 0.7%-ია. ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი და ქუვეითი, მიგრანტები პრაქტიკულად საერთოდ არ ყავს. რაც სპეკულაციებით დაკავებული პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საქმეში შეხედული ადამიანისთვის სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი. საქართველოში სწავლობს 37,000 უცხოელი სტუდენტი, რომელთა უმრავლესობა ინდოეთის მოქალაქეები არიან. სტუდენტები 7% არიან იორდანიიდან, 6% ისრაელიდან, 5% სუდანიდან, ხოლო 3% პაკისტანიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ეგვიპტიდან. ერთი უცხოელი სტუდენტი სწავლის გადასახადის სახით წელიწადში საშუალოდ 15,500 ლარს იხდის და ქვეყანაში დამატებით 16,300 ლარს ხარჯავს.
მთლიანობაში უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში $1.2 მილიარდია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით $300 მილიონი შედის. გარდა ამისა, მათ ხარჯზე საქართველოში 10,000-ზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი. შესაბამისად, უცხოელი სტუდენტების პროგრამების გაუქმებით საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს და დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვანი დანაკლისი შექმნებოდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სტუდენტები ქვეყანას დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ, შესაბამისად ისინი საქართველოს დემოგრაფიული სურათისთვის არავითარ რისკს არ ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ საქმე ისე არაა, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი ამტკიცებს, მიგრაციის მიმართულებით ბევრი რამაა დასახვეწი და გასაუმჯობესებელი. პირველ რიგში ვაძლიერებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რომელმაც გასული 1 წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული 10 წლის განმავლობაში. დეპარტამენტის გაძლიერება საშუალებას მოგცემს ქვეყანა რამდენიმე წელიწადში სრულად გავათავისუფლოთ არალეგალი მიგრანტებისგან, რომელთა რაოდენობა დღეს 20,000-ზე მეტ შეადგენს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა 1 მარტიდან კანონით მნიშვნელოვნად შეიზღუდება, რაც შესაძლებლობას მოგცემს როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე ჩვენი მოქალაქეების ინტერესები სათანადოდ დავიცვათ. მთავრობა ამ კანონის ეფექტიან ახსოვლებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. აქვე შეგახსენებთ, რომ 2017 წელს სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში შესწორება, რომლითაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აიქრძავა. საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა და შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს. უკვე საათია პარლამენტში სასურსათო პროდუქციის მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემწავლელი კომისიის ხდომა მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოში მწარმოებლები იმყოფებიან, განიხილება ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესები. წინა შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ კომისია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს ინიციატივით მოიწვიონ საერთაშორისო კომპანია, რომელიც პროცესში შეერთება გამოწვევებს შეისწავლის და რეკომენდაციებს გასცემს. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს და მარიამ კოპალეიშვილს ჩართვით ახლა პირდაპირ ეთერში. მარიამ დეტალებს ველოდებით შეგან. 8 კომპანიის წარმომადგენელი კანონმდებლებთან ერთად განიხილავენ ფასნამაც კონკრეტულ პროდუქციასთან დაკავშირებით იმ პროდუქტებზე, რომლების მწარმოებლებიც თავად არიან. კომისიის ხდომა უკვე 1 საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს პარლამენტში და ხდომის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარემ მიმოიხილა ვრცლად პირველი სამუშაო შეხვედრის შედეგები. როგორც შოთა ბერეკაშვილი ამბობს, რეალურად რამდენიმე მიმართულებით გამოიკვეთა პრობლემა, როგორიც არის მაგალითად იმპორტზე დამოკიდებულება, ნაშთების მართვა, თუმცა ძირითადი პრობლემა მაინც მისი თქმით უკავშირდება მწარმოებლებს, რომლებიც შედიან ქსელურ მარკეტებში და იხდიან დამატებით გადასახადს. როგორც კომისიის თავმჯდომარე ამბობს, საწარმოო პროცესიდან უკვე სამომხმარებლო კალათამდე ფასნამატი დაახლოებით 86% შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ეს მაჩვენებელი განასხვავებს საქართველოს ევროპული ქვეყნებისგან და სწორედ ამ პრობლემაზე არის მისი თქმით მნიშვნელოვანი სამუშაო. სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს ფასწარმოქმნის ჯაჭვის დეტალური შესწავლა, რომელიც თავის მხრივ 3 კომპონენტს მოიცავს. პირველი ეს არის მეწარმეების საქმიანობის შესწავლა, შემდეგ უკვე ეს დამოკიდებულია იმპორტიორებზე და სადისტრიბუციო ქსელზე და ასევე მესამე არის საცალო ქსელის ოპერატორების საქმიანობის შესწავლა. ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარეობს პირველი რგოლის, ესე ვთქვათ, მოსმენა, რომელიც ეხება საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია მეწარმეების პრობლემასთან. უკვე დაისვა კანონმდებლების მხრიდან მათი მისამართით კითხვები და გამოიკვეთა ის, რომ მაგალითად კონკრეტული მეწარმის შემთხვევაში, როგორც ის თავად ამბობს, მას არ აქვს პროდუქციის ექსპორტის ან რეალიზაციის პრობლემა, მეტიც ამბობს, რომ საკუთარი პროდუქციის რეალიზებაში ეხმარება მას სახელმწიფო საკუთარი პროგრამებით, თუმცა ძირითად პრობლემად მეწარმეებისგან სახელდება სწორედ დამატებითი გადასახადი, როდესაც მათ უწევთ გადახდა ქსელურ მარკეტებში შესვლის დროს. გვაინტერესებს თქვენ შემთხვევაში ბიზნეს პროცესებში როგორი რა პრობლემები გაქვთ, რა იწვევს პროდუქციაზე, პროდუქციის ფასების და როგორია ურთიერთობა ბაზარზე რეალიზაციის თვალსაზრისით. თქვენი გამოცდილება ქსელებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, როგორი არის, ანუ რა გზები გაიარეთ, გაგიჭირდათ, გაგირთულდათ, იმიტომ რომ იმასთან შედარებით, დაკავშირებით, რაც უფრო პატარა არის მწარმოებელი, ქართული განსაკუთრებით, მით უფრო უჭირს ქსელებში შესვლა. ჩვენ ისეთ ყოველდღიური მოხმარების
პროდუქტს ვაწარმოებთ და ჩვენგან დამოუკიდებლად იცვლება ფასები. ჩვენი წარმოების პროცესისგან დამოუკიდებლად ბაზარი განაპირობებს ფასებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში წარმოების ხარჯი ცვლილება არ მოხდა რა. პრაქტიკულად არ მომხდარა. გამოვიკლეთ ჩვენ ევროპის ცენტრში სავაჭრო ქსელებში ვაშლის ფასი. და აღმოჩნდა რომ ჩვენ ქსელებში ჩვენი პროდუქცია ბევრად ნაკლებია ფასა. ბევრად ნაკლებ ფასად იყიდება. თქვენ ქსელებში თქვენი პროდუქცია. ჩვენს საქართველოს ქსელებში, ჩვენი ქსელი არ გვაქვს. საქართველოს ქსელებში ჩვენი პროდუქცია ბევრად ნაკლებ ფასად იყიდება, ვიდრე მაგალითად სლოვაკეთში და ავსტრიაში. თქვენი გითხეთ ქსელებთან დაკავშირებით რა პრობლემები გვაქვს. იმ ქსელებთან რომლებთანაც მუშაობთ, ჩვენ დასახელებული პრობლემები, რომლებსაც ამბობენ ხოლმე ჩვენი კოლეგები, არ გვაქვს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. დროებითი კომისიის ხდომა ამ წუთებშიც გრძელდება. თავდაპირველად კანონმდებლებმა მოусმინეს ხილისა და ბოსტნეულის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს, მოგვიანებით კი უკვე დაგეგმილია წვენებისა და ჯემების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელების მოსმენა. მადლობა პარლამენტიდან მარიამ კოპალეიშვილი საუბრობდა. საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანა 1 აპრილიდან აიკრძალება. რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ მანქანების იმპორტზე, ის არ ეხება უკვე შემოყვანილ მანქანებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში საუბრობენ იმ ზიანზე, რომელიც გარემოს დაბინძურებას და გამონაბოლქს მოაქვს. ეს არის ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის. რასაც ხადების სპეციალისტები ლევან ფანცხავა გაგვაცნობს რეკომენდაციებს და მათ პოზიციებს გისმენთ ლევან. დიახ, სპეციალისტების მთავარი რეკომენდაციაა, რომ შემუშავდეს ისეთი მექანიზმი, რომელიც ქვეყანაში ჰაერის დაბინძურებას მაქსიმუმამდე შეამცირებს. ექიმების განცხადებით, ეს იწვევს არაერთ დაავადებას და ისინი აქცენტს აკეთებენ რისკ ჯგუფებზე, რომელშიც შედიან როგორც მოხუცები, ასევე ბავშვები, ორსულები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები. მედიკოსები ამბობენ, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება საჭირო და კარგი იქნება თუ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება, რათა ჰაერის დაბინძურება მაქსიმუმამდე იყოს შემცირებული და სპეციალისტების განცხადებით ეს განსაკუთრებით საყურადღებოა დიდ ქალაქებში, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს და ბუნებრივია უფრო მეტი მანქანა გადაადგილდება. ჰაერის დაბინძურება გახლავთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გარემო ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას ახდენს ისეთი მსხვილი არაგადამდები დაავადებების ჩამოყალიბებაზე და დამძიმებაზე, როგორიც არის გულსისდავრთა დაავადებები, რესპირატორული დაავადებები, სიმსივნეები, დიაბეტი, რომლებიც დიდ მკვლელებად მოიხსენიებიან და საქართველოსთვის ამ დაავადებების ტვირთი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი თითქმის 97%-ს შეადგენს. ჰაერის დაბინძურება ყველაზე უფრო დიდ ზეგავლენას მოწყვლად ჯგუფებზე ახდენს. პირველ რიგში ეს არის ბავშვები. რა თქმა უნდა, ძალზედ მნიშვნელოვანი არის ორსული ქალებისათვის. ჰაერის დაბინძურება დღესდღეობით გლობალური პრობლემაა, რომელიც სამწუხაროდ პროგრესირებს და მის შემცირების ტენდენცია ნაკლებად არის გამოხატული. აღნიშნული პროცესები გამოწვეულია სხვადასხვა აირების, აეროზოლების, ქიმიური თუ ბიოლოგიური მოლეკულების უკონტროლო გამოყოფით გარემოში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობით ეს ყველაფერი ვლინდება განვითარებად ქვეყნებში. აღნიშნული პროცესი სხვადასხვა დაავადებების განვითარებაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თითქმის ყველა ჩვენი ორგანიზმის სისტემა მეტნაკლებად რეაგირებს, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებოა რესპირატორული სისტემის მხრივ გამოვლინებები. აქ შეიძლება მოხდეს ფილტვის ქრონიკული დაავადებების ჩამოყალიბების დაჩქარება ან პროგრესირება, აგრეთვე სხვადასხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების გამოვლენა. კანონპროექტი, რომელიც ავტოპარკის განახლებას ითვალისწინებს და მთავარი მიზანია, რომ ადამიანის ჯანმრთელობა იყოს დაცული და ჰაერის დაბინძურება მაქსიმუმამდე იყოს შემცირებული, უკვე დამტკიცებულია მთავრობის მიერ. ამ პროექტზე მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და პროცესში ჩართული იყო როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო. კურიერი რამდენიმე წუთის წინ ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს
ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ ეს შეზღუდვები არ ეხებათ იმ ადამიანებს და იმ მანქანებს, რომლებიც უკვე შემოვიდნენ ქვეყანაში და ამ დროისთვის გადაადგილდებიან ქვეყნის მასშტაბით. ის აქცენტს აკეთებს ასევე იმაზეც, რომ ეს ცვლილებები არ შეეხებათ იმ მანქანებს, რომელთა ტრანსპორტირებაც ხდება ამ წუთებში და ასევე ცვლილებები არ შეეხება რეექსპორტის მიმართულებასაც. აღნიშნული ცვლილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა, ეხება ისეთი ტიპის ავტომობილებს, რომელთა ტრანსპორტირება დაიწყება 2026 წლის 1 აპრილიდან. რაც შეეხება 2026 წლის 1 აპრილამდე შეძენილ და ტრანსპორტირება დაწყებულ ავტომობილებს, ეს ცვლილება არ შეეხება, ასევე ეს ცვლილება არ ეხება ისეთი ტიპის ავტომობილებს, რომლებიც უკვე საქართველოშია ან ექვემდებარება რეექსპორტს, ეგრეთ წოდებულს, ანუ ქვეყნიდან გაყვანას. ცვლილების მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ განახდეს საქართველოში ავტოპარკი, არაერთი სტატისტიკური მონაცემი ადასტურებს იმას, რომ ძალიან დიდია ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 2 მილიონს გადააჭარბა უკვე. გარდა ამისა, ავტოპარკის ასაკი საკმაოდ უკვე მოძველებულია და 10 წელიდან მეტია, ძირითადი და უმრავლესობა ავტომობილების კანონპროექტი კანონმდებლებს უკვე გადაეგზავნათ, ის წარედგინება ბიუროს და საკითხის განხილვები ამის შემდეგ დაიწყება უკვე სესიაზე. მადლობა, ეს იყო ლევან ფანცხავა. ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. პოლიტიკური შემოწირულობები ეზღუდებათ უცხოელ ფიზიკურ პირებს და კომპანიებს. ცვლილება მოიცავს კომპანიების მხრიდან შემოწირულობების გაცემის გამკაცრებულ წესებს, ახალ მითითებებს და უფრო მკაცრ მოთხოვნებს არარეგისტრირებული გაერთიანებებისთვის. ახალი რეგულაციების აუცილებლობას ოფიციალური ლონდონი გამჭრელობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით ხსნის. ორმაგი სტანდარტი ასე ეხმაურებიან ქართულ ოცნებაში ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ. კაცრ ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უკანონო უცხოური ფულით ძირი გამოუთხაროს ჩვენს არჩევნებს. ცვლილება დაიცავს ჩვენს დემოკრატიას უცხოური ჩარევისგან. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მტრულად განწყობილმა უცხო სახელმწიფოებმა გამოიყენონ ბინძური ფული ჩვენი არჩევნების საყიდლად. ჩვენ ახლა რომ მოვინდომოთ საქართველოს ხელისუფლებამ და ბრიტანეთში მოვინდომოთ და დავაფინანსოთ ბრიტანული რომელიმე რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი. ჩვენ კაცად დაგვჯიან, გვდევნიან, ფულს არ დაგვახარჯინებენ. აი ეს არის ის წესი, რომელსაც იღებენ. შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის ელჩმა გამოთქვა გაკვირვება და შეშფოთება იმის გამო, რომ არ მიეცა შესაძლებლობა მას ბრიტანეთის საელჩოს დაეფინანსებინა რადიკალური ოპოზიციის პარტიული კედლის გაზეთი ტაბულა. ეს ხომ ერთადერთ რამეს აჩვენებს. ჩვენ გვიყურებენ როგორც მეორე ხარისხოვან ადამიანებს და ხალხს და ქვეყანას. კითხვა რო დაუსვა, არა თუ შენიშვნა. შეიცხადებენ და თავ შეურაცხყოფილად გძნობენ, როგორც გუშინ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ევროკავშირის ელჩმა, რომელიც იმყოფებოდა საგარეო სამინისტროში, როგორ თუ კითხვებს სვავს ქართველი ხალხი, რომ რაში ხარჯავთ ფულს და როგორ თუ ქართველი ხალხი ცოტა იშმუშინება, როცა გაიგებს, რომ პოლიტიკაში იხარჯება დანიელების ფული. მართალი სიტყვა არის ჩვენი მთავარი იარაღი, რისაც ეშინიათ, ამიტომ ცდილობენ ჩვენს დასჯას, ჩვენს დევნას, რომ გაგვაჩუმონ. იმიტომ რასაც ჩვენ ვიტყვით ხოლმე, შემდეგ ამ სიმართლეს უკვე ვეღარ იჭერენ და საბოლოო ჯამში სკდება ეს საკითხები, როგორც USAID-ის ამბავი გასკდა, როგორც სხვა საკითხები, რაზეც საუბრობდით. და ბიოდა დამამცირებელი ასე აფასებს მმართველი გუნდი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას, რომლის ოფიციალურ ვებგვერდზეც საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მოხსენიებული. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ინფორმაცია განახლებული არ არის და დოკუმენტში სალომე ზურაბიშვილთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილია დასახელებული, მაშინ როდესაც ინფორმაცია რუსეთის შესახებ შემოდგომით განახლებულია. პარლამენტის თავმჯდომარის ეჭვი ეპარება, რომ ეს ვებ ადმინისტრატორის შეცდომა იყოს და იხსენებს გერმანიის ელჩის ინტერვიუებს. სტანდარტულად 6 თვეში ერთხელ ხდება განახლება ამ მონაცემების ნებისმიერი ქვეყნის. და საქართველოს შემთხვევაში კვლავ სალომე ზურაბიშვილი არის მითითებული პრეზიდენტად და ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად. ვისთან აქვს გერმანიის ელჩს კომუნიკაცია, რომ დაიბარეს ის
საგარეო სამინისტროში ვისთან მივიდა ილია დაჩიაშვილი ნახა იქ სადმე კაბინეტებში თუ კორიდორში რუსეთი თუ არ ავიწყდება გერმანიის ვებ ადმინისტრატორს ქვეყანა რომელზეც გერმანიის წინა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალე ბერბოკმა თქვა რომ ომში არიან რუსეთთან და თუ ომში არიან რუსეთთან მის მონაცემებს ანახლებენ ან არ ეზარებათ და არ ავიწყდებათ შარშან შემოდგომაზე სირია ხომ არ ავიწყდებათ და განახლება ხდება ირანი ხომ არ ავიწყდებათ და ირანზეც რომ აქვს ხოლმე ძალიან ემოციური ფონი ირანი ხომ არ ავიწყდებათ და მისი განცხადებით და ასე შემდეგ თლიანად არა თუ რეგიონი სოფლიოში ქვეყანა არ ავიწყდება იმ ვებ ადმინისტრატორს მითიურ IT-შნიკს რომელსაც ვინმე შეიძლება დააბრალოს ეხლა საქართველოს გამოჩ აი ეს არის ის მდაბიო ქცევა რომელიც სინამდვილეში აზიანებს ურთიერთობას საქართველოსა და გერმანიას შორის. გერმანიის ელჩს საქართველოსთან სულ 3 წლიანი მისია აკავშირებს. მისი წუხილი რა მოსატანია იმ წუხილთან, რომელიც ჩვენ გვაქვს, იმის გამო თუ რა უქნეს ქართულ-გერმანულ ურთიერთობას იმ ხელმძღვანელობამ, რომელიც ფაქტობრივად აგურ ნაშენი 30 წლიანი მეგობრობა ჩვენს ორ ქვეყანას და ხელისუფლებებს შორის ხასუსვა, რომელიც გენშერის დროიდან დაიწყო და რეპუტაცია გერმანიისა განსაკუთრებით მაღალი იყო ქართულ საზოგადოებას შორის, დღეს მისი ელჩის სახით არის ქართულ ხალხის თვალში ისე, რომ თითქოს არის ქვეყანა, რომელიც პირველი უთხრის ძილს ქართულ დემოკრატიას. ასე რომ გასცემ პასუხი ქართულ ხალხს ამასთან დაკავშირებით და რაც თქმა უნდა გვაინტერესებს. მაშინ ის IT-შნიკი მაინც გაგვაცნონ, შეიძლება ქართული IT-შნიკია ვინმე ნაცი და ამიტომ ცდილობს რომ დააზიანოს საქართველოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ამაზე მე პირადად პასუხს ველი, რასთან გვაქვს საქმე. თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე 15 პირის პროცესი გაიმართა. გამოიკვლეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ეკითხა ვაკის საბურთალოს სამმართველოს უფროსი. პროკურორის განცხადებით, რამდენიმე ბრალდებულმა საგამოძიებო უწყება საპროცესო შეთანხმების თხოვნით მიმართა, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს. დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ მუხლით, რომელიც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. დღევანდელ პროცესზე გაჟღერდა პროკურატურის მხრიდან, ნახსენები იქნა საპროცესო შეთანხმება, თუმცა დეტალები ჩვენთვის უცნობია და ამ საკითხზე ბუნებრივია კომენტარის გაკეთება შევძლებთ მას შემდეგ, რაც დეტალები გვეცოდინება და ბუნებრივია ჩვენს დაცვის ქვეშ ხო პირებთან გავივლით ამ საკითხს. არაერთმა ბრალდებულმა მოკმართა ჩვენ განცხადებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების თაობაზე. თუმცა გარკვეულ კონკრეტულ პირობებზე ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული არ ვართ, გავაგრძელებთ მოლაპარაკებას და თუ კი ყველანი შევთანხმდებით გარკვეულ პირობაზე, რა თქმა უნდა, მათთან გაფორმდება შესაბამისი საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დაიკითხა პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეობა მიაყენეს არაერთი დაზიანება ფიზიკური შეურაცხყოფის სახით. შესაბამისად, მან განმარტა თუ როგორ მიაყენეს დაზიანება, სად მიაყენეს, ვინ მიაყენა, ზოგიერთი მათგანის ამოცნობა შეძლო და განმარტა თუ რა ვითარება იყო ზოგადად შემთხვევის ადგილზე. პროკურატურამ პოლიციელი დააკავა სამართალდამცველს უწყება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და დავა. გამოძიების ინფორმაციით მან გადამოწმების მიზნით ნაძალადების მეტროს მიმდებარედ არასრულწლოვანი გააჩერა. მოზარდი დაემორჩილა პოლიციელს, თუმცა პროცედურებს საჭიროებდა სჭირდებოდა ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის დასწრება, მიუხედავად მისი არაერთი მოთხოვნისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არასრულწლოვნისგან მობილური ტელეფონის განბლოკვას ითხოვდა. უარის შემდეგ პოლიციელმა მოზარდს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. უწყება ჩანაწერს აღწერებს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს, მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მე ვარ ამ რაიონის ხელმძღვანელი. ამ რაიონის ხელმძღვანელი პოლიციის მოადგილეობა. ვაკაცობით. ეხლა მისმე რა? ჰა? კი. ვინაშენ? ჰა? მაგიშვილი. ხოდა გამიხსენ ტელეფონი, ვერ? არა, ასეთი. პირდაპირ გეუბნები რა. ჩემი შვილის ტოლა ხარ. შენი გალახვა პირდაპირ გეუბნები. ნაღდა და იმიტომ რომ არ მიხსენ ტელეფონი, იმიტომ რომ გამდები დავიჭირე, გაიგე მე გამსაღებელი დავიჭირე ნარკორეალიზატორი, გაიგე შვილო. ნარკოტიკები არ მოგაგიხსენ. ხო და გეუბნები ტელეფონი მანახე, ბოლო გადაღებულ ფოტოს ნახავ და გიშვებ მეთქი. ბოლო გადაღებულს განახავ. ხო, მაგას გეუბნები. რა გჭირდო? ახალგაზრდა ბიჭი ხარ. აა ბოლო. და მანახე, არ იყო ბოლო. არ იყო მეთქი, ბოლო ტელეგრამში არ მაინტერესებს. რატომ შევ? შედი ტელეგრამში. შედი. ვინ არის? ვინ ჩემი ადმუშაობს? ციხეში. სად? ციხეში. მაგის დედა
იყო და გაიგე ბიჭო. დამდები ხარ რა შეგახსენი ტელეფონი თორ გამწესე ხაბო. მიგიჭერ მამაშეს გვერდზე ბიჭო გაიგე? ეს შე. გახსენი ხარ ერებს მომჩნი მეთქი ბიჭო. რა ჩემ რაზეც მამაშენი. კურდულზე მაგის მე ვისაც გინდა დაურეკეთ ნებისმიერ სხვა პოლიციას დაურეკეთ გავხსნი ვინმეს დაურეკეთ გავხსნი რას კი ვინმეს დაურეკეთ ვის დაურეკო აბა ჩემი მშობლებისაც დეიდაქშენის რა ვიცი სამ თითები დაგატეხენეთ ჩემი შენი მამის დაურეკე გაიგე დაგაკავ ადმინისტრაციულად მალი მომწოდა ფეხი შეწიე თორე შეგაგდე ფეხი შეწიე დაურეკა მე ჯერ დაურეკე პოლიციაში მიდიო დაგარეკე მიხდი დაურეკე აჰა შევცინე ეს რო მეთქრო მე რა ის და შვილების მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების და ოჯახში ძალადობის ბრალდებით იორდანის მოქალაქე დააკავეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული სისტემატურად ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას საკუთარი არაცულწოვანი ქალიშვილების მიმართ. ძალადობდა ფიზიკურადაც, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა სამივეს თუ ისინი ვინმეს ამის შესახებ მოუყვებოდნენ. დანაშაული 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უყურებთ კურიერს 3 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში უბრუნდებით. ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად მცხეთას ეწვია, სადაც ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერა. მცხეთაში მათ სახელმწიფო რწმუნებულმა უმასპინძლა. ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს ხორვატიის ბიზნეს ფორუმი გახსნა. ღონისძიებას, რომელსაც ორივე ქვეყნიდან 100-მდე ბიზნესმენი დაესწრო, ხორვატიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მარიამ ქრივიშვილმა დადებითად შეაფასა ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარება და აქცენტი გააკეთა პროგრესზე ამ მიმართულებით. მისი შეფასებით, ბიზნეს ფორუმი რეალური შესაძლებლობაა ერთობლივი პროექტების, ინვესტიციების და გრძელვადიანი პარტნიორობისთვის. მნიშვნელოვანი პლატფორმაა, როდესაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ხელი შევუწყოთ ორივე ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს დამყარონ ურთიერთობები, გაიცნონ ერთმანეთი და გაცვალონ ბიზნეს მოსაზრებები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდია შესაძლებლობები საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის, რომ გამყარდეს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და რა თქმა უნდა ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი დემონსტრირება ხორვატიის რესპუბლიკის საქართველოსთან ურთიერთობების გამყარების თვალსაზრისით და ჩვენ ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ კერძო სექტორთან ერთად სახელმწიფომ უზრუნველყოს ხორვატიის რესპუბლიკასთან ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. რატომ არის მნიშვნელოვანი ხორვატიასთან ურთიერთობა? ვინაიდან ეს არის ქვეყანა, რომელსაც განმო ის გზა ევროპასთან ინტეგრაციის და ის დირექტივები, ის რეგულაციები, რომელიც დასანერგიერი, მათ ეს გზა უკვე გაიარეს და შესაბამისად მათი ეკონომიკები გახდნენ უფრო მდიდრნი, უფრო ძლიერნი და კონკურენტუნარიანი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება პირველ რიგში და ურთიერთთამამშრომლობის სექტორებსაც შეეხება ეს ცხადია პირველ რიგში მოიაზრება ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ვაჭრობა, ეს ყველა ეს სექტორი, რომელიც პრინციპში მთავარი სექტორებია ჩვენი ეკონომიკის. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინეთის ბანკთა შორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომა მოიპოვა. მემორანდუმი ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან გაფორმდა. ჩინეთის ცენტრალური ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს ბაზარზე ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი მომსახურებებით უზრუნველყოფს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვიპოვეთ საბოლოოდ წვდომა ჩინეთის ბანკთა შორის ობლიგაციების ბაზარზე და პრაქტიკულად უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ინვესტირებას. ეს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებს ჩვენი რეზერვების მართვის ეფექტურობას. საკმაოდ რთულად შეღწევადია ეს ბაზარი, ესეც უნდა ვიცოდეთ და საკმაოდ რთული პროცედურები დაგვჭირდა. იმიტომ რომ ძალიან მცირე რაოდენობის უცხოელი ინვესტორები ზოგადად მონაწილეობენ იქ, იმიტომ რომ დაშვება სჭირდება თავისი პროცედურები. ჩვენ წარმატებით გავიარეთ ეს გზა, მას შემდეგ რაც ორ ცენტრალურ ბანკს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს და ეხლა პრაქტიკულ ნაწილში გადავდივართ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გამოცდილება გაუზიაროთ საქართველოს კერძო სექტორს, საფინანსო სექტორს, საბროკერო კომპანიებს, საინვესტიციო ფონდებს, ყველას, ვისაც პერსპექტივაში აქვს სურვილი, რომ ასევე წარმოდგენილი იყოს ჩინეთის კაპიტალის ბაზარზე
ბაზარზე. გავაფორმეთ ხელშეკრულება ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან, რომელიც ითვალისწინებს ბანკთაშორისი ობლიგაციების ბაზარზე წვდომას. ანგარიშების გახსნას წინ უძღოდა საკმაოდ რთული მოლაპარაკებები და მრავალი ხელშეკრულების გაფორმება და რა თქმა უნდა ეს პროცესი წარმატებით დასრულდა ახლახანს და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა იმ მცირე რაოდენობას ცენტრალური ბანკებისა, რომელთაც აქვთ ჩინეთის ბანკთა შორის ობლიგაციების ბაზარზე ოპერირების საშუალება. ფლორიდის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ამერიკის პრეზიდენტის სარჩელი BBC-ს წინააღმდეგ. ტრამპი მედია გიგანტისგან კომპენსაციის სახით $10 მილიარდ ითხოვს. დავის საგანი გადაცემა პანორამას ერთ-ერთი ეპიზოდია. ტრამპის მტკიცებით არხმა განზრახ მონტაჟის საშუალებით დაამახინჯა მისი სიტყვები, რათა ის კაპიტოლიუმის მოვლენების ორგანიზატორად წარმოიჩინა. BBC-მ შეცდომა აღიარა, სკანდალს უკვე შეეწირა ბრიტანული მაუწყებლის ხელმძღვანელობა. ბელგიის პოლიციამ ევროკომისიის ოფისებსა და ბელგიის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიებში ჩხრეკა ჩაატარა. გამოძიება თაღლითობის სავარაუდო ფაქტზე მიმდინარეობს. საქმე ეხება 2024 წელს ევროკომისიის 23 შენობის ბელგიის სახელმწიფოსთვის მიყიდვას. თავად ევროკომისიაში აცხადებენ, რომ შენობები დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად გაიყიდა. ეპშტაინთან კავშირის გამჟღავნების შემდეგ ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ევროსაბჭოს ყოფილი გემდივნის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. იაგლონს ევროსაბჭომ იმუნიტეტი მოუხსნა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს იღებდა თუ არა ის ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას საეჭვო საჩუქრებს, სესხებს თუ სარგებლობდა ანაზღაურებადი მოგზაურობებით. მინესოტაში საიმიგრაციო საბაჟო სამსახურის ოპერაცია დასრულებულია. განკარგულება დონალდ ტრამპმა გასცა. მინესოტაში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის 3000 აგენტი იყო გაგზავნილი, დაკავებულია 4000-ზე მეტი მიგრანტი. დღის სხვა სიახლეებს გაიცანით ჩვენ ვებგვერდზე rustavi2.g ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით Facebook-ზე. გემშვიდობებით 6 დღეებით.